გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალ გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. ინტერნეტში გავრცელდა ჭორები ახალი ადამიანი ობობა 4-ის გარშემო ტობი მაგვაიერთან და კრისტენ დანსთან ერთად. კრისტენის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ ვარ დაუბრუნდე, თუ ტობი მაგვაიერი დაბრუნდება. მაშინ მე სიამოვნებით ჩავერთვები მასთან ტანდემში, მაგრამ მინდა რომ ჩვენ უბრალოდ წყვილი აღარ ვიყოთ. ეს თითქოს უკვე არააქტუალურია. არამედ ვიყოთ მშობლები. ხანში შესული სუპერგმირი, რომელსაც ყავს შვილები, ისინი ინაწილებენ ვალდებულებას, მოკლედ ის რაც ნახეთ დაახლოებით სამყაროების ქსელში. ეს ყველაფერი როგორც მაგარი გაგრძელება, ასევე შეიძლება დაესრულებინა რაღაცა დაწყებული საქმეები და საერთოდ სხვანაირად წარმოერჩინა ეს ვერსიაობობა. გაეფართოვებინა მისი ლორი, თან ბევრისთვის ეს ბავშვობის ყველაზე საყვარელი ადამიანებობა და ხალხი წავიდოდა თავისთავად კინოში მის სანახავად. როგორც იგივე No Way Home-ზე წავიდნენ. მგონი რომ განსაკუთრებით 80-იანების ბოლოსა და 90-იანელებისთვის იქნებოდა საინტერესო, იმიტომ რომ ტობი სპაიდერმენი ჩვენს თინეიჯერობას დაემთხვა და გულწრფელად ვუთანაგრძნობდით და გვესმოდა მისი და ეხლა წარმოედგინეთ, ამდენი წლის მერე უკვე იგივე ვაიბში ვიქნებით შვილიანს და ცოლიან სპაიდერმენს რომ დაუდგებით გვერდში და უფრო ადვილად წარმოვიდგენ თავს მის ტყავში. ისევ აგვაუცდებენ სუპერგმირობაზე. ნამდვილად საინტერესო იქნება და ველოდებით ახალ ამბებს. ალესილი კეპები მიიღებენ სპინ-ოფს სერიალის სახით. სერიალზე იმუშავებს BBC, Netflix-თან ერთად. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მინიმუმ 2 სეზონს მივიღებთ 6 ეპიზოდიანს. სერიალი დაეთმობა უკვე შელბის ახალ თაობას 1953 წლის დროინდელ პერიოდში, როდესაც ბირმინგემის რეკონსტრუქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხდებოდა. ხოლო კილიან მერფი აქ უკვე აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუაში წარმოგვიდგება, მაგრამ შეგახსენებთ, რომ გამოდის კიდევ სრულმეტრაჟიანი ფილმიც, რომელიც გამოვა უკვე შემდეგ წელს. სრულმეტრაჟიანი ფილმი ალესილი კეპების შესახებ, სადაც უკვე არის ჩვენთვის ყველა საყვარელი თომას შელბი და ეს იქნება სწორედ უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს. მეორე ერთის მხრივ არ მომწონს, რომ ამ სერიალისგან ცდილობენ ყველა წვენის გამოწურვას, ფილმი კიდევ არ აუშავს. ის თითქოს დასასრულია სერიალის ფინალი, მაგრამ თითქოს საუბრები არის კიდევ რომ რამოდენიმე ფილმი იქნებაო. მოკლედ, ამ ფილმის მომხრე ვარ, იმიტომ არის რაღაც სიუჟეტები დასასრულებელი, არის რაღაც არკები, რომლებიც ითხოვენ ფინიშს, მაგრამ ბევრი და მრავალ ფილმის ისტორიას რა იძლევა ამ მოცემულ მომენტში, არ ვიცი. დაველოდოთ ფილმს, ნახოთ როგორ დასრულდება, იქნება და საინტერესო მომენტზე ისე ასრულება, რომ ავტომატურად დაველოდებით შემდეგ სერიას. ველოდებით Game of Thrones spin-offs. მოვლენები განვითარდება 100 წლით ადრე, ჩვენთვის ნაცნობი Game of Thrones-ში მოთხრობილი მოვლენებამდე. ასევე ეს ყველაფერი ჯორჯ მარტინის მიხედვით იქნება. ეს არის დუნკან მაღალისა და მისი მიაბჯრის შესახებ, სადაც ისინი ერთად მოგზაურობენ და ყველაზე საინტერესო რომ სერიალის შექმნელები გვაიმედებენ, რომ ჩვენ არ გვინდა თითქოს მივეწებოთ Game of Thrones hype-ს და რა თქმა უნდა, იგივე გვარები იქნება, რაღაც ლეგენდები, მაგრამ ეს სხვა პერსონაჟებია. და მართლაც ასე გამოიყურება რაღაც თბილი და ამავდროულად ჰეროიკულს მოლოდინი მაქვს ტრეილერის ნახვის შემდეგ და იმედი მომეცა რომ დრაკონის სახლის მაგვარ ცარიელ და უსიცოცხლო პერსონაჟებს არ მივიღებთ, სადაც თითქოს თავს ვაძალებდი რომ მეთანაგრძნო რომელიღაცა პერსონაჟისთვის იმდენად რა ვიცი ყალბი იყო ყველა. სერიალს სულ რაღაცა იანვრის 18-ში ველოდებით. თავად ჯორჯ კლუნი გამოჩნდა ნიუ-იორკის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე და სენსაციური განცხადებაც გააკეთა. მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნანატრის სიკველი ოუშენის 14 მეგობარი მზად არის გადაღებების დასაწყებად, რომლებიც დაახლოებით
9-10 თვეში იქნება, ანუ მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება. კლუნიმ განაცხადა, რომ მოუთმენად ელოდება თავის ძველ ბანდასთან, ბრედ პიტთან, მეთ დეიმონთან, ჯულია რობერტსთან და დონ ჩიდლთან ერთად მუშაობას. უნდა აღნიშნოს, რომ Warner Brothers ჯერ არ წარმოუდგენია ოფიციალურად კომენტარი ფილმისა და დაბრუნებული ვარსკვლავურ შემადგენლობის შესახებ. ასე რომ კლუნის სიტყვები, როგორც ნებისმიერ თავმოყარე აფერის შეეფერება, სასიამოვნო სკეპტიციზმით უნდა აღვიქვათ. ჭორების თანახმად, რეჟისორის სკამს დევიდ ლინჩი დაიკავებს. პარალელურად ვითარდება სხვა არანაკლებ ხმაურიანი პროექტი, პრიკველი ამ ისტორიისა. აქ მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება ბრედლი კუპერი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს მონაწილეობასთან დაკავშირებით. და ასევე მას პარტნიორობას გაუწევს მარგო რობი. სიუჟეტის დეტალები, რა თქმა უნდა, უმკაცრეს საიდუმლოდ ინახება. ეს ფილმი ფრენჩაიზის მეხუთე სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდება, რომელიც 2001 წლის შემდეგ მისი შექმნის დღიდან კინოგაქირავებაში ჯამში $1.5 მილიარდზე მეტი აქვს შემოტანილი. ლეგენდარული მაიკლ მანი ბრუნდება სარეჟისორო სკამზე, რათა თავისი საკულტო ნეონუარის გაგრძელება გვაჩვქოს. დიახ, ეს ოფიციალურია, შერკინება 2 ბესტსელერი რომანის სტატუსიდან სრულმეტრაჟიან კინოს ეტაპზე გადადის. თავბრუდამხვევის სიახლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ გრანდიოზულ პროექტში მთავარ როლს თავად ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს. ის სავარაუდოდ კრგის შეგერლის, უფრო კარგად რომ მივხვდეთ, վել კილმერის პერსონაჟს განასახიერებს ეკრანზე. ფილმის სიუჟეტი ისევე როგორც წიგნი, ორ დროით სიბრტყეში განვითარდება. ერთის მხრივ ჩვენ წარსულში, ჩიკაგოს 80-იან წლებში გადავინაცვლებთ, რათა გავხდეთ მოწმეები ჯერ კიდევ დამწყები პოლიციელის ვინსენტ ჰანას ახალგაზრდობისა და მძარცველი ნილ მაკკოულის დაჯგუფების შექმნის და გაძლიერების შესახებ. მეორეს მხრივ მოქმედება გადაგვიყვანს პირველი ფილმის მოვლენების უკვე შემდგომ პერიოდში, სადაც ლეიტენანტი ჰანა ნადირობას გააჩაღებს სასწაულებრივად გაქცეულ კრის შეგერლისზე. ორიგინალურმა ფილმმა, რომელიც თითქმის 3 ათეული წლის წინ გამოვიდა, არამხოლოდ უზარმაზარი სალარო შემოსავალი შეაგროვა, არამედ ნამდვილი კულტურულ ფენომენადაც იქცა. შთააგონა რეჟისორების მთელი თაობა და დაიმსახურა 94%-იანი რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე. Electronic Arts-ის მთავარი შუთერი Battlefield 6 ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოვიდა PC-ზე, PlayStation-ისა და Xbox-ის კონსოლებზე. შეაგროვა უკვე სარეკორდო ონლაინი. 15 ოქტომბრისთვის გაყიდულია 6.5 მილიონზე მეტი ასლი და საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს პრესისგან. გამოსვლის მომენტისთვის თამაშს ჰქონდა 84 ქულა 100-დან მეტაკრიტიკზე. ეს საუკეთესო შედეგია სერიისთვის Battlefield 3-ის შემდეგ. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თამაში არ იგონებს არაფერ ახალს. მაქსიმალურად დახვეწილია კლასიკური ფორმულა. მასშტაბური რუქები, გრევა, ტექნიკა, დინამიკა და სუფთა ადრენალინი. ცალკე აქებენ ქსელურ რეჟიმს, სადაც ბრძოლის ატმოსფერო რეალისტურად იგრძნობა. სიუჟეტურმა კომპანიამ ამასობაში მიიღო ბევრად ნაკლები აღფრთოვანებული გამოხმაურება, IGN-მა მას საერთოდ 10-დან 5 დაუწერა. უწოდა რა მეორე ხარისხოვანი დამატება ფორმალურობისთვის. მაგრამ ონლაინი ყველანაირ შედეგს ცდება. წარმოიდგინეთ, რელიზიდან 55 წუთის შემდეგ Battlefield 6-ის ონლაინმა Steam-ზე 700,000 მოთამაშეს გადააჭარბა. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, მოახერხა თუ არა Electronic Arts-მა აუდიტორიის დობის დაბრუნება, მაგრამ ფაქტია, Battlefield 6 ვეტერანის თავდაჯერებულობით იწყებს. თუმცა, ტიპიური პრობლემების გარეშე არც აქ არ გამოვიდა. ირონია იმაშია, რომ ახალი თამაში რევოლუციას საერთოდ არ ახდენს, არამედ საწყისებთან დაბრუნებას იხსენებს. ეს არ არის ახალი ერა სერიისთვის, არამედ ნორმალური საბრძოლო დეჟავუ არის, სადაც ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი ფეთქდება და ყველაფერი ბოლოს და ბოლოს ისეა, როგორცაა საჭირო. როგორც ჩანს, ბევრისთვის საყვარელი BJ Blazkowicz's დაბრუნებას უნდა ველოდეთ. სტუდიის ოფიციალურ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პოსტი ფანებისადმი მიძღვნილი, სადაც 15 წარმოუდგენელი წლისთვის მადლობას უხდიან. მაგრამ მთავარი ყურადღება მიიპყრო თანმხლებმა არტმა. სურათზე ნაჩვენებია სტუდიის 5 წინა თამაში: Wolfenstein New Order, The Old Blood, The New Colossus, Youngblood და Indiana Jones The Great Circle. ხოლო მე-6 სლოტი დახურულია კითხვის ნიშნით. ეს გამოიყურება როგორც მაქსიმალურად გამჭვირვალე ტიზერი ახალი თამაშისთვის, მაგრამ ფანატები უპირობოდ დარწმუნებული არიან, რომ ეს Wolfenstein 3-ია.
გარდა ამისა, გაგრძელების განვითარების შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება. თავად Machine Games-მა ადრე ღიად აღიარა, რომ ბლასკოვიცის ისტორიას ტრილოგიის სახით ხედავენ და გეგმავენ. როგორც ჩანს, Microsoft-ი იწყებს ახალ Age of Empires-ზე მუშაობას. კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი ვაკანსიები, რომლებშიც პირდაპირ არის საუბარი ცნობილი სტრატეგიული სერიის შემდეგ ნაწილზე მუშაობის შესახებ. ფორმალურად თამაში ჯერ არ არის ანონსირებული. როგორც ჩანს, პროექტს აღარ ჩააბარებენ Relic Entertainment სტუდიას, რომელიც Age of Empires 4-ზე იყო პასუხისმგებელი. არამედ Xbox Game Studios შიდა გუნდი იქნება შემოქმედებითი აღნიშნული თამაშის მეხუთე ნაწილისა. აღნიშნული თამაში Unreal Engine 5-ის ძრავზე იქნება, რაც Age of Empires-ის სერიაში პირველად იქნება გამოყენებული, ასე რომ შეიძლება ველოდოთ შესამჩნევ ტექნოლოგიურ ნახტომს და ახალი თამაშის ვიზუალური სტილის განახლებას. შეგახსენებთ, Age of Empires 4 გამოვიდა 2021 წელს და გახდა სერიის წარმატებული დაბრუნების მიზეზი. პროექტმა მიიღო კარგი შეფასებები და დღემდე აქტიურად ვითარდება. ახლა როგორც ჩანს, Microsoft-ი მზად არის წინ წავიდეს და სერიას ახალი ტექნიკურ დონეზე გადაიყვანოს. კინოთეატრებში შეგიძლიათ უყუროთ ფილმს ედემი. ძალიან საინტერესო ნამუშევარია ოსკაროსანი რეჟისორის რონ ჰოვარდის. ფილმი მოგვითხრობს ექიმ ფრიდრიხ რიტერზე, რომელსაც ასრულებს უნიჭიერესი ჯუდ ლოუ, რომელმაც ნიჩეს გავლენის ქვეშ გადაწყვიტა მოეკიდა ხელი თავისი საყვარლისთვის, მიეტოვებინა მეუღლე, საყვარლეს თავისწილად თავისი მეუღლე და ყველანაირი ცივილიზაციის მიღწევებზე ეთქვათ უარი და გალაპაგოსზე რომელიღაცა კუნძულზე მოეწყოთ საკუთარი, ესე ვთქვათ, ედემი. და იქ ყოფილიყვნენ საკუთარი თავის და ერთმანეთის შეცნობაში. სადღაც რომანტიულად ჟღერს, მაგრამ რონ ჰოვარდი ახლა ცისფერ ლაგუნას რომ არ გადაიღებდა, ხვდებით და ესეიულად არ ჩაივლიდა ყველაფერი. მალევე მათ ესტუმრებათ ერთი ოჯახი, რომელსაც შვილს აქვს ბოტკინი და თვითონაც სიღარიბის ზღვარზე არიან. და შემდეგ საერთოდ გარემოდან ამოვარდნილი ეპატაჟური ტრიო. სიუჟეტი ნამდვილად არაა გადაღეჭირი. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნამდვილ ხალხზე მოგვითხრობენ. რა თქმა უნდა, საბოლოო ფორმა რონ ჰოვარდმა მისცა, მაგრამ ეს ყველაფერი დორასა და შემდეგ უკვე მარგარეტის მიერ დაბეჭდილ ავტობიოგრაფიული წიგნების მიხედვითა და ინსპირაციით. ძალიან საინტერესო სამი სხვადასხვა სოციალური საფეხურისა თუ მხედველობის ადამიანების ყურება თუ როგორ ცდილობენ ახალი საზოგადოების შექმნას ერთმანეთის მეზობლად. მაგრამ როგორ მალე უწევთ ადამიანურ ნატურასთან შეჯახება, სადაც სულგრძელობაზე ბევრად წინ მოდის შური, ტყუილი, ძარცვა, შუღლი და რა თქმა უნდა პირველი სისხლი კუნძულზე. ფილმი ასევე მიუხედავად თავისი ოდნავ უფრო თეატრალიზირებული მოწოდებისა, მაინც სავსეა არაჩვეულებრივი სცენებითა და მიუხედავად უნიჭიერესი მამაკაცებისა ეკრანზე, ქალთა კოლექტივი უბრალოდ თელავს ამ ყველაფერს. სამივენი არაჩვეულებრივად იყვნენ გამოსახულები, მაგრამ მიუხედავად ვანესა კირბის უფრო ცოტა დრამატული როლისა, ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა სინდი სვინის მიერ შესრულებულმა მარგარეტმა. ჯერ თვითონ როგორ უარი თქვა იგივე კირბისგან განსხვავებით მაკიაჟსა და ულამაზესი მსახიობი ქალი უფერულ გოგონად წარმოგვიდგება, მაგრამ მისი ტრანსფორმაცია, ის სიძლიერე, რომელიც ყველა ქალშია, როცა მის ოჯახს, შვილებს ეხება საქმე, საუცხოოდ აქვს გადმოტანილი. მოკლედ, ბოლო დროს ეკრანებიდან გამომდინარე შლაკის მერე მართლაც ღირს წასვლა აღნიშნულ ფილმზე, მიუხედავად მისი უფრო აუდიტორიაზე გათვლილ სიუჟეტისა. უფრო მეტი აფორიზმებია. მაგალითად, ძალიან მომეწონა ერთ-ერთი კრიტიკოსის შეფასება, რომელიც ამბობს, რომ სამი გოჭი არის თითქოს ეკრანზე გამოტანილი, სადაც ერთმა ააშენა ქვისახლი, მეორემ ხის, მესამემ კი ჩალის და მგელი როგორც ადამიანური ნატური ბოროტება ეგრე წარმოგვიდგება. მოკლედ, ნახეთ, ისიამოვნეთ, ცოტა გონებასაც დაძაბავთ, არ გამოხვალთ კინოთეატრიდან ცარიელები, გაგვყვებათ საფიქრალიც და დატკბებით უნიჭიერესი მსახიობების შესრულებით. ფილმს კი დაუწერდი 10-დან 8-ს. მართლა ნასიამოვნები დარჩებით. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად.